Ძილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დღეს 9 ივნისი უყურებთ კურიერს 9 საათზე. ევროინტეგრაციის საკითხებს დაეთმო რუსთავიორის ღამის ეთერი დებატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რამდენად სამართლიანია ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ და ხომ არ მოქმედებს განსხვავებული სტანდარტი. რა კავშირშია ბრიუსელის გადაწყვეტილებები თბილისის საგარეო პოლიტიკურ კურსთან. მხარეებმა საკუთარი პოზიციები გადაცემაში სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით გააშხერეს. კონკრეტული ფაქტებით დასტურდება ის, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს შორის არის აშკარა მოწინავე. ყველა თვალსაზრისით, რამდენიმე ძირითადი პარამეტრი რო ავიღოთ, მაგალითად, როგორიც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, კორუფციის სიმცირე, ამ პარამეტრებით და ეს ყველაფრით დასტურდება. მეორე მიმართულება, რომ ავიღოთ ეკონომიკა, აქაც მარტივად ციფრებით დასტურდება ის, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, მათ შორის განვითარების ტემპებით ამ კონკრეტულ ქვეყნებს. რაც ხარ პოლიტიკურ პლურალიზმს, პოლიტიკურ პროცესს, ამ კუთხით უკრაინაში არის უმძიმესი ვითარება, ხსნიან ამას ომით, მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს. მოლდოვაში ომი არ არის, მაგრამ ხედავთ, რომ აქაც არის უმძიმესი ვითარება. რაც ხარ მედია პლურალიზმს. თქვენ იცით, საქართველოში ამ კუთხით რა მდგომარეობა არის, სრული თავისუფლება მედიის და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ. თქვენ გსმენიათ სადმე ამასთან დაკავშირებით კრიტიკა ვინმე დაუსანქცირებიათ იმის გამო, რომ 12 ტელევიზია გააუქმეს მოლდოვაში, ან 5 ტელევიზია. კიდევ ერთხელ უკრაინაში ამართლებენ ამას ომით. ისევ და ისევ. მოლდოვაში არ არის ომი, 12 ტელევიზია დაიხურა, სახელმწიფო ტელევიზია 1, სახელმწიფო ტელევიზია 2. ეს არის მედია პლურალიზმის მდგომარეობა ბჭყალებში მოლდოვაში, ხო? დაპატიმრება და ჩვენთან იცით რა აჟიოტაჟი მოყვება ხოლმე პოლიტიკოსის დაჭერას, დაკავებას, დაპატიმრებას და ამ შემდეგ. თქვენ იცით ამ კუთხითაც აღარ მინდა დეტალებში შევიდე, რა ხდება უკრაინაში და მოლდოვაში. არსებობს თვითონ ევროკომისიის შეფასებები და საოცრება მოხდა 2022 წლის ივნისში. საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას და შემდეგ გამოქვეყნდა, მაგალითად მოლდოვას რო შევადაროთ, თვითონ ევროკომისიის ანგარიში, სადაც ქულებით იყო შეფასებული ქვეყნები, ქულებით პირდაპირ, მათემატიკურად დადგენადი იყო, ვინ იყო წინ და ვინ უკან. და გამოქვეყნდა ეს ანგარიში 2023 წლის დასაწყისში, რომელიც პირდაპირ ადასტურებდა იმას, რომ საქართველო მოლდოვას უსწრებს წინ, ბოსნიას უსწრებს წინ, რომელსაც მერე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. საქართველოს რეალური ეკონომიკა გაიზარდა 41.1%. ხედავთ, რამდენად უფრო სასურველი პარტნიორი გახდა ეკონომიკური კუთხით საქართველოს ევროკავშირისთვის, თუ ჩვენ საუბრობთ ობიექტურ შეფასებას. წელიწადნახევარი ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის, სამუშაო ჯგუფები, ცვლილებები და შემდეგ წელიწადნახევარი დაგჭირდა, როცა გაცვდა უკვე კანდიდატის სტატუსი. როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე 2023 წლის დეკემბერში მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, აქედან დაიწყო ახალი შანტაჟი, უკვე მოლაპარაკებების გახსნის ინსტრუმენტით. ხო, ეს არის მთელი ეს ისტორია. საუბრობთ ძალიან ბევრ სტატისტიკაზე და ამით პირდაპირ გითხრათ манипуляციურად სტატისტიკა 12 ტელევიზია რო დახურეს 5 ტელევიზია სტატისტიკა. თავგზა აუბნიოთ ჩვენს მაყურებლებს და მოქალაქეებს. ციფრებზე ეს სტატისტიკა, მაგ ციფრებზეც გესაუბრებით. მითხარით. არაფერ შუაში არ არის, არაფერ შუაში არ არის თქვენს პოლიტიკურ ნებასთან და მისწრაფებასთან, რომ მართლაც გსურთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანა არის პარტია ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა. გასაგებია მოლდოვა, ჩვენ მართლაც ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ. ვინ გედავებათ ახლა, ვიცი, კორუფციით ჯერ კიდევ ბენუქიძის რეფორმების შედეგად ისე გავასწრეთ ამ ქვეყნებს, რომ მით უმეტეს უკრაინა საერთოდ ერთ-ერთი მოწინავე იყო სოფლიოში კორუფციით. ისე გავასწრეთ, რომ აი ხანი ვერ დაგვეწევიან, რომ არაფერი არ ვაკეთოთ. მაგრამ კორუფცია იქნება ეს თუ სხვა არ არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. იმიტომ რომ თუნდაც ევროპაში შეიძლება ვნახოთ კორუმპირებული პოლიტიკოსი ან რაღაც სხვა სკანდალი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ როცა პოლიტიკური თავისუფლება გააქვს, შეიძლება შეცდომა დაუშვა. შეიძლება ხალხი შეცდეს და არასწორი ხალხი აერჩიოს არჩევნებზე. მაგრამ იმიტომაც არის ის თავისუფალი, რომ თავზე მოხვეული კი არ აქვს ერთი ადამიანის ნება. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ წევრი ქვეყნები, რომ ევროკომისიას თუ რაიმე ასეთი მსგავსი განზრახვა აქვს, გადააფიქრებინონ ამ ეს განზრახვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც წევრი ქვეყნები იღებენ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას. და სამყარო სამართლიანი არ არის, სწორედ ამაზეა საუბარი. არ უნდა იყოს
განსხვავებული მიდგომა ისეთ ტექნიკურ საკითხზე, როგორც არის ვიზა ლიბერალიზაცია და ამ ვიზა ლიბერალიზაციის პირობების შესრულება არ უნდა იყოს განსხვავებული მიდგომა საქართველოსთვის და ნიკარაგუასთვის. თავი დავანებოთ ახლა ამ შემთხვევაში მოლდოვას და ალბანეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას. და მე არ მგონია, რომ ჩვენი ან საზღვრისმართვის სისტემა, ან ბიომეტრიული პასპორტების სისტემა, ან თავშესაფრის მაძიებლების რეადმისიის და ყველა ის ტექნიკური პარამეტრი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიმე ქვეყანას არათუ ჩამორჩებოდეს. ალბათ, რამდენიმე წლით წინ ვართ ამ ქვეყნებზე და პირიქით ჩვენთან ჩამოდიან და სასწავლო ვიზიტები ხორციელდებოდა ჩვენთან, მათ შორის მოლდოვიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომ ესწავლათ როგორია საქართველოში საზღვრისმართვის სისტემა. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა. ევროკავშირის გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო მუქარას უწოდებს მმართველი გუნდი. საუბარია მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა. შეგახსენებთ, ორ დღეში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროპულ კომისიასა და ქართულ დელეგაციას შორის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება. შანტაჟის შინაარსი იმდენად უსამართლოა, რომ ვიღაც ექსტრემისტების მხარემაც კი ამოიღო ხმა და ამბობენ, რომ საქართველოს თლიანად მის საზოგადოება არ უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ პოლიტიკური მიზნები კონკრეტული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უპირისპირდება. არის იმდენად უსამართლო ეს მოთხოვნები, რომ არ გიტოვებენ გზას თუ არა მწვავე კამათში შეხვიდა, ვინაიდან სახელმწიფო არ შეიძლება იმ გზას დაადგეს, რომელიც მას ეკონომიკურად და მით უმეტეს ფიზიკურად დაანგრევს. ნიკოლ ფაშინიანის მიერ აგრესიული რიტორიკის გამოყენება და მუქარა ამომრჩევლებზე ზეწოლა ოპოზიციის მიზანმიმართული დევნა მედიის მიკერძოება და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის შეზღუდვა. ეს ის საკითხებია, რაზეც ეუთოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარ ანგარიშია საუბარი. დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული მაგალითები, რამაც მისიის შეფასებით უკიდურესად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემო შექმნა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით საარჩევნო კამპანია კანდიდატებს შორის ხშირი პირადი თავდასხმებითა და მწვავე დაპირისპირებებით გამოირჩეოდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციურ კანდიდატებს კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაციითა და სისხლის სამართლებრივი დევნით საჯაროდ ემუქრებოდა, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში შიშის ატმოსფერო შექმნა. ამასთანავე გამოვლინდა საჯარო სექტორის თანამშრომლებზე განხორციელებული იძულების ფაქტები, რათა მათ მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებსა და მასობრივ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. ანგარიშის მიხედვით სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიებები თითქმის სრულად ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული, რამაც შერჩევითი სამართლის აღქმა გააძლიერა. სიტუაციას ართულებდა მედიის აშკარა მიკერძოება ხელისუფლების სასარგებლოდ. დამკვირვებლებმა უარყოფითად შეაფასეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რიგ საოლქო კომისიებში მონიტორინგის პროცესში შეიზღუდა და ამომრჩევლის წვდომა დამოუკიდებელ ინფორმაციაზე მნიშვნელოვნად შეფერხდა. ოპოზიციაში დაპირისპირება ისევ გრძელდება. ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მორიგ Facebook Live-ში მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შესახებ საუბრობს. როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილს ალიანსის წესებს არ აღიარებს, რის გამოც მასთან შეთანხმება შეუძლებელია. ალიანსში დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს პარტია გირჩის წევრი ლევან ჯგერნაიაც. მისი შეფასებით ოპოზიციური გაერთიანება თავიდანვე ტყუილზე იყო დაფუძნებული, სწორედ ამიტომ მათი დაპირისპირება არ აკვირვებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ქმედებები განწირულია და მხოლოდ მათი დასრულებისკენაა მიმართული. სრული საგიჟეთი, ანუ ის ინდომებს რაღაც არარეალისტურს, ამაზე ვერ შევთანხმდებით ვერასოდეს, ხო? იმაზეც არ გვეთანხმება, რომ მე კანონის უზენაესობა უნდა იყოს, მე წესებს თავზე ვერავინ მომახვევს უკვე ის. თუ რაღაცა იდეები აქვს და ჩვენზე მეტი შეუძლია აგერ თავისი პარტია ყავს და შეუბეროს. ალიანსი რადგან არანაირ იდეაზე არ იდგა და მხოლოდ ტყუილზე იყო დაფუძნებული, ამიტომ ხდება მათ თავს ის, რაც ხდება. ამ პროცესს რომ შეხედავს ხალხი, რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედოს ამ ყველაფერს და მხარი დაუჭიროს? უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, რეალურად მათ
რესურსი არ გააჩნიათ იმის, რომ საზოგადოების დობა მოიპოვონ და ერთმანეთის ლანძღვა გინებაზე არიან გადასულები. სინამდვილეში ეს რაღაც შეკოწიწებული ალიანსად წოდებული გაერთიანება თავზე ენგრევათ. საბოლოო ჯამში ამ სრულიად და ამორფული არაეროვნული და ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგო ძალის საბოლოო პოლიტიკურ გასვენებას ვაკვირდებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მორიგი ცვლილებები დაანონსა. ირაკლი კირცხალიას განმარტებით საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მამუკა მდინარაძისა და სულხან თამაზაშვილთან მიმდინარეობს. დაგეგმილი ცვლილებები საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეეხება. რეფორმა ითვალისწინებს საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებას იმის მიხედვით, თუ რა დონის გადაცნომას ან კანონდარღვევას ექნება ადგილი. კონსულტაციები მიმდინარეობს ბატონ მამუკა მდინარაძესთან, სახელმწიფო მდივანთან, ასევე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ. დაკვირვებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები, მაგრამ დაბალანსდეს, უფრო ესე ვიტყვი, უფრო სწორი იქნება დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცნომა და კანონდარღვევა და რამდენად პროპორციულია ამ გადაცნომასთან, თქვათ, ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები და დამერწმუნეთ კონსენსუსს აუცილებლად მივახცევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის ალბათ უკვე მომდევნო კვირებში საზოგადოებას თქვენს უკვე გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება. რუსთავში ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლეონიძის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი 13200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. სრულად იცვლება სანიაღვრე ქსელიც. გათვალისწინებულია ტროტუარების, ველობილიკების და ახალი მწვანე სივრცეების მოწყობაც. დაახლოებით 4 მილიონიანი პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ვახორციელებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საგზაო პროექტს, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე დიდი ხნის გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთებოდა გარკვეული პრობლემები. პროექტით გათვალისწინებულია მოსახლეობის მხრიდან დაყენებული ყველა საკითხის გადაჭრა. სამუშაოები კომპლექსურად მიმდინარეობს, ადგილზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი და განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები. ასევე მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა. აქცია მოიცავდა თერაპევტის, ნევროლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციას. საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში სამსახურის 191 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაეწია სამედიცინო მომსახურება. 130-მდე ვეტერანმა, მათ ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიარეს სამედიცინო შემოწმებები. ნათლადაც ჩანს, თუ ურთიერთქმედება სახელმწიფო ზრუნვა როგორ გამოიხატება თითეული დამსახურებული ჩვენი ვეტერანის და თავის სამოქალაქო პირების და მოსახლეობის მიმართ. ჩამოყვანილი არის სანიკიძის და ჩაფიძის კლინიკიდან პროფესიონალი ექიმები, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უტარებენ პირველად კვლევით მომსახურეობას. რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ვეტერანთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით გიბრუნდებით 10-ზე.